ახეთ ლევანის ინტერვიუ რეზიდენტებთან და ახალგაზრდა ექიმებთან, რომლებიც დიპლომის შემდგომ სამედიცინო განათლების მთავარ გამოწვევებზე ისაუბრებენ და სისტემის გაჯანსაღების კონკრეტულ გზებს გვთავაზობენ. ეს ახალგაზრდები არ ითხოვენ შეყავათებს, ისინი ითხოვენ სამართლიანობას, ხარისხიან განათლებას და შრომის ღირსეულ პირობებს. ისინი საუბრობენ არა მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე, არამედ იმაზე თუ როგორ უნდა იყოს ქართული სამედიცინო მომავალი. დღეს ჩვენ გვყავს ამ გადაცემ ამ მოძრაობის ორი ავტორი და ხელმძღვანელი, რომლებიც გვესაუბრებიან თუ რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება ქართულ სამედიცინო კურსდამთავრებულებს და თუ როგორ შეიძლება რომ ეს პროცესი გავაუმჯობესოთ. მოგესალმებით. ჩვენი პირველი კითხვა ალბათ შეეხება სწორედ ამ თემატიკას, თუ რას ემსახურება ეს მოძრაობა და რა მიზნები აქვს ამ აქციას დღეს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, ნორმალურ ქვეყნებს შორის, ევროპის ქვეყნებს შორის, სადაც ჯერ კიდევ არსებობს რეზიდენტურის გადასახადი და თან ეს გადასახადი არის საკმაოდ კოლოსალური. ჩვენს ქვეყანაში არსებობს ორი სახის რეზიდენტურა, ეს არის სახელმწიფო რეზიდენტურა და კერძო რეზიდენტურა. სახელმწიფო რეზიდენტურაში შედარებით ნაკლები არის გადასახადი, თუმცა კერძო რეზიდენტურაზე რომ ვისაუბროთ, დაახლოებით 800-დან 1000 ლარამდე მერყეობს რეზიდენტურის გადასახადი და არის პროგრამები, რომლებზეც 3000 ლარი არის თვიურად გადასახდელი სამწუხაროდ. ამის კვალდაკვალ უმცროს ექიმს, ანუ იმ ადამიანს, რომელმაც აიღო მედიცინის დიპლომი, სამწუხაროდ აქვს ძალიან დაბალი ანაზღაურება, შეიძლება ითქვას გადასახადზე ნაკლებიც. ანუ გადასახადსაც ვერ ფარავს ფაქტობრივად უმცროსი ექიმის ანაზღაურება. რომ განმარტოთ პირველ რიგში, რა არის უმცროსი ექიმის ცნება და ამ კითხვით გადმოვალთ თქვენთან უშუალოდ, უმცროსი ექიმის მოვალეობები რას მოიცავს და რა ანაზღაურებაზე არის საუბარი, ახსენეთ რომ ის არც კი ყოფნის თვიურ გადასახადს პროგრამაში, ხო? ამ ყველაფერში კი სამწუხაროდ ქართველ რეზიდენტს, რომელიც საქმდება უმცროსი ექიმის პოზიციაზე, ხელფასი აქვს დაახლოებით 4 ლარამდე. ანუ ზუსტად 4 ლარიც კი არ გვაქვს. ეს რომ გადავიყვანოთ 24 საათიან ხელფასში, გამოდის დაახლოებით 94 ლარი. რაც კიდევ მათემატიკას რო ჩავყვეთ, რომ გადავამრავლოთ დაახლოებით ხო თქვით, როგორც იან თქვა 800-დან 1000 ლარამდე არის რეზიდენტურის გადასახადი. ანუ დაახლოებით 8 მორგეობაც კი არ ყოფნის 24 საათიანი რეზიდენტებს, რომ დავფაროთ ჩვენი გადასახადი. ანუ დაახლოებით 9-24 საათიანი მორგეობა გვჭირდება, რომ შევძლოთ რეზიდენტურის გადასახადის გადახდა, რაც გულისხმობს 200 საათზე მეტ მუშაობას თვეში. შესაბამისად წარმოუდგენელია, რომ ჩვენი მუშაობაც კი ვერ ფარავს ჩვენი რეზიდენტურის გადასახადს. ამიტომ უმცროსი ექიმი რეზიდენტი დილემის წინაშე არის და უწევს არჩევანის გაკეთება რეზიდენტურის გადასახადსა და ესე ვთქვათ სწავლებას შორის. იმიტომ რომ წარმოუდგენელია სწავლების და ცოდნის მიღების პარალელურად თან მუშაობა, რომ ამ დროს იყო თან პროდუქტიული და თან თვის ბოლოს შეძლო რეზიდენტურის გადასახადის გადახდა. ხო, აქ ასევე მინდა ვისაუბრო, რომ ჩვენ გვაქვს საუბარი 24-25 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, რომელსაც უწევთ არჩევანი იმაში, რომ მათი მუშაობით მხოლოდ მათი სწავლავე დააფინანსოთ. აქ საუბარი არ არის ბინის ქირაზე, საუბარი არ არის ყოველთვიურ ხარჯებზე. საპაცხოვრებო ხარჯები არ იგულისხმება, რა თქმა უნდა. და ამის მიუხედავად ამ თანხასაც კი ვერ ფარავენ ისინი სამწუხაროდ. ახსენეთ რომ არის ორი არჩევანი. ან ისწავლო, ან იმუშაო. თუ ვალდებულების გამო ირჩევ, რომ იმუშაო. როგორ უნდა შეძლო ამ სამწლიანი თუ უფრო ხანგრძლივი რეზიდენტურის შემდგომ გახდე კვალიფიციური ექიმი? ეს კიდევ ერთ-ერთი რთული ბარიერია ქართველი რეზიდენტისთვის. დაახლოებით 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი რესურსის ჩადება უწევს ქართველი რეზიდენტს, რომ დაეწიოს ამ თანამედროვე სტანდარტებს, რასაც ალბათ ქვეყანას აქვს იმის ამბიცია, რომ აკმაყოფილებდეს ამ თანამედროვე სტანდარტებს. და შესაბამისად 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი რესურსი, ეს იქნება დროის, ფინანსური, ადამიანური გაწიო, რომ ამ თანამედროვე ჯანდაცვას დაეწიო. საკმაოდ დიდი დისკუსია მინდორებს იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება სარეზიდენტო გამოცდა იმ რეალურ სამედიცინო ცოდნის მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილოს ყოველი მომავალი რეზიდენტი და რამდენად რელევანტური არის ის კითხვები, რომელიც ხვდებათ აპლიკანტებს ამ გამოცდაში.
დიახ, ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის, რაც დგას და სამწუხაროდ 2006 წელს არის შედგენილი ეს ტესტები ჩვენი ინფორმაციით. გაცილებით კიდევ ძველ ტესტებს მოიცავს, თუმცა 2006 წელს ჩამოყალიბდა გამოცდის ეს სტანდარტი, რაც დღესდღეობით არსებობს. 2006 წლის შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მისი განახლება, მაგრამ ძირითადად ეს განახლება მოიცავდა რამდენიმე არასწორი ტესტის ამოღებას ამ ბაზიდან მხოლოდ და არა განახლებას, ანუ გაიდლაინებზე მორგება ფაქტობრივად პრიორიტეტი არ ყოფილა. რატომ არის ამხელა დისბალანსი ამ რიცხვებს შორის, რომ 4-ჯერ მეტი ადამიანი ამთავრებს და ადგილები ესეც ცოტა არის? დაახლოებით არის 1600 დიახ წლიურად მიღებული სტუდენტების რაოდენობა და აქედან სამწუხაროდ უნივერსიტეტში არსებული სწავლების ხარისხიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ ბარიერები რეალურად არ არსებობს და 80%-ზე მეტი ამთავრებს ყოველწლიურად, ესე დავთვალეთ, რომ დაახლოებით 1600 დიპლომირებული მედიკოსი არის ყოველწლიურად. წელიწადში ორჯერ ცხადდება რეზიდენტურაში ადგილი და უხეში დათვლებით შეიძლება ძალიან გადაჭარბებულადაც ჯამში სულ 400 ადგილი. შესაბამისად 1200 ადამიანი ფაქტობრივად დიპლომირებული მედიკოსი, რომელსაც დიპლომი ხელში აქვს, რჩება რამდენიმე ძალიან ცუდი ვარიანტის წინაშე. ეს არის ერთ-ერთი ემიგრაცია, მეორე ეს არის პროფესიის საერთოდ შეცვლა, იმიტომ რომ განვითარების საშუალება არ აქვს და მესამე ეს არის რომ იმუშაოს საათში 3-4 ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ. რამდენად სწორ და ხარისხიან განათლებას აძლევენ სამედიცინო სტუდენტებს უნივერსიტეტებში დღესდღეობით თქვენი მაგალითი და თქვენი მეგობრების მაგალითით რომ ვთქვათ ასევე და ხომ არ უნდა არსებობდეს რაიმე ვთქვათ საგამოცდო ფორმით ან სხვა ფორმით გზა რომ ეს სტუდენტები ადრეულ ეტაპზე უფრო მეტად გამოვცადოთ, ითაც შეიძლება ან რიცხობრიობაც შევამციროთ, ან მოხვედრა უფრო რთული გავხადოთ ამ ფაკულტეტებზე შემდგომ. ამ 6 წლის მანძილზე, ან მაგალითად 3 წელიწად შუა პერიოდში, ანუ არ არსებობს არავითარი გამოცდა, ან რაიმე ფორმით რითიც გაიცხრილებიან, ეს უხეშად რო ვთქვათ, ეს სტუდენტები და აღარ გააგრძელებენ სწავლას უკვე შემდეგ საფეხურებზე. ის რეალობა გვაქვს, რომ ევროპაში, საქართველოში ექიმების რაოდენობით ერთ-ერთი მაღალი რაოდენობა გვაქვს და ამაში ეს არის რეალობა და უნდა შევეგოთ თვალი გავუსწოროთ ამას. მაგრამ ეს არ გულისხმობს ხარისხიან ჯანდაცვას სამწუხაროდ. ბევრი ექიმი არ გულისხმობს ხარისხიან ჯანდაცვას და ამის მაგალითი ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგი მაგალითია. ბოლოს მინდა შევეხო, ეს არის თქვენი მოძრაობის 4 მთავარი მოთხოვნა. ეს არის 4 ძირითადი პუნქტი, რომელიც ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. რა არის ესენი? ჩვენი მოძრაობის 4 მთავარი მოთხოვნა არსებობს. პირველი ეს არის უფასო რეზიდენტურა, ანაზღაურებადი შრომა და არა უფასო ექსპლუატაცია ჩვენი შრომის, ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი სამართლიანი კონკურენცია. უშუალოდ რეზიდენტურის პროგრამებში როგორ იღებენ განათლებას უშუალოდ რეზიდენტები. რამდენად არის ეს თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაზე მორგებული განათლება, თუ მოიცავს მხოლოდ კლინიკაში მორიგეობას და უშუალოდ კლინიკურ მხარეს. არის თუ არა საგანმანათლებლო პროექტები, არის თუ არა მათთვის ხელმისაწვდომი წიგნები, ონლაინ რესურსები და სხვა გზები, რომ მიიღონ ეს ცოდნა. საქართველოში სამწუხაროდ რეზიდენტებს უყურებენ როგორც სტუდენტებს და არა მომავალ ექიმებს. რეალურად რეზიდენტი განმარტებით არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ზედამხედველობის ყოფნის ქვეშ რაღაცის გაკეთების უფლება არ გააჩნია. სამწუხაროდ ეს მიდგომა, რომ თითქოს ისინი არიან სტუდენტები, უნივერსიტეტიდან უკვე რეზიდენტურაშიც გადადის ეს დამოუკიდებულება სამწუხაროდ. რაც გულისხმობს იმას, რომ რეზიდენტი დილით უნდა გამოცხადდეს თავისი მოდულის ხელმძღვანელთან, დასწრება, ესე რომ ვთქვათ, ჩაითვლება. და ამის შემდეგ ძირითადად არსებობს, რა თქმა უნდა, თითოეულ მოდულს აქვს თავისი სილაბუსი, გაჩნია რომ მოდულს გადის იმ მომენტში რეზიდენტი. ოღონდ ეს არის ძალიან ზედაპირული და არ არის ღრმა. მასალა სამეცნიერო არ არსებობს არც უნივერსიტეტის დონეზე. გამონაკლისად არის ამ შემთხვევაში რაც რეზიდენტურის პერიოდი. არ არის წვდომა თანამედროვე გაიდლაინებზე, პროტოკოლებზე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიტი, რომელიც სამედიცინო სფეროში ცნობილია, ეს არის up to date, რომელიც არის ფასიანი. რეზიდენტურის
რომელსაც აქვს ეს პროგრამა, ის კლინიკა არ უზრუნველყოფს ამ საიტის ხელმისაწვდომობას თავისი რეზიდენტებისთვის. შესაბამისად რეზიდენტი მოკლებულია ყველა ამ თანამედროვე გამოწვევებს, რაც გულისხმობს თანამედროვე ინფორმაციის მიღებას, ინფორმაციის განახლებას, სხვადასხვა სტატიების კითხვას და შესაბამისად ამ ეტაპზეც პრობლემა გვაქვს. და არის ალტერნატივა, რომ თავად დააფინანსოს რეზიდენტმა ამ წყაროებზე ხელმისაწვდომობა? დიახ, რა თქმა უნდა, როგორც თავად ვაფინანსებთ რეზიდენტურას და ჩვენ თვითონვე ვიხდით ჩვენს გადასახადს, ისევე ვაფინანსებთ ჩვენს ცოდნას, ესე რომ ვთქვათ, რაც გულისხმობს ამ ფასიანი საიტებზე ჩვენი აკაუნტების ყიდვას. კიდევ ერთი თემატიკა, რომელსაც აუცილებელია შევეხოთ და თქვენს ამას უსვამთ ხაზს, არის გარკვეული დარგების ხელმისაწვდომობის არარსებობა ფაქტიურად, ხო? თუ გინდა გამოხვიდე მაგალითად რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგი, ცხადება 1 თუ 2 ადგილი წელიწადში და ეს არ არის ერთადერთი გამონაკლისი, ხო? როცა ადამიანს სურს ამ მხრივ მიიღოს განათლება, რა ალტერნატივა რჩება მას? რეალურად ერთ-ერთი არის დიაგნოსტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია, რომელზეც წლები არის უკვე 1 და 2 ადგილის მეტი სამწუხაროდ არ გამოცხადებულა. ალტერნატივას რაც შეეხება ფაქტობრივად მე რამდენი შემთხვევაც ვიცი, ანუ იცვლიან ასე რომ ვთქვათ სასურველ მიმართულებას და ირჩევენ სხვა პროგრამას იმის ნაცვლად, რაც რეალურად სურთ. აქ კიდევ ერთი კითხვა ჩდება, ეს სფეროები არის დეფიციტური, მაგრამ ალბათ და ამაში დაწუნებული ვარ არა თბილისში. აქ არის საუბარი დეფიციტი რეგიონში. რეგიონში, დიახ, ისევ იმ პრობლემასთან. ექნება თუ არა რაიმე პირობა რეგიონში მომუშავე ექიმს, რომ მის საქმიანობა იქ აწარმოოს, არის თუ არა ტექნოლოგიური, ლოჯისტიკური რესურსები, რომ იყო კვალიფიციური ექიმი რეგიონში და საქართველოში. მაგის სიმწირე არის ერთ-ერთი სათავე ამ პრობლემის, რომ რეგიონში გაცილებით უფრო ნაკლები ექიმი მიდის სამუშაოდ, ვიდრე საჭირო არის. ტექნოლოგიების არქონა არ არის აღჭურვილი რეგიონალური კლინიკები შესაბამისი აპარატურით. მაგალითად მე ქვემო სვანეთიდან ვარ და იქ არსებული ერთი ამბულატორია, ასე რომ ვთქვათ, ერთი კლინიკა, სადაც არ არის მაღალ ტექნოლოგიური კვლევები, ფაქტობრივად ტრავმის დიაგნოსტიკაც ჭირს, არ არის ელემენტარული, ასე რომ ვთქვათ, კლინიკური კვლევების ჩატარების საშუალება და შესაბამისად მეც არ მომინდებოდა ეგეთ კლინიკაში მუშაობა, იმიტომ რომ არ მექნებოდა არც განვითარების საშუალება, ფაქტობრივად დიაგნოზზე ვერ გადის ექიმი ესეთ პირობებში, ხო? ანუ არ არის მისთვის საინტერესო ესეთ სიტუაციაში მუშაობა და ლოგიკური არის, რომ პერიფერიაზე დეფიციტი იქმნება და ყველას ურჩევნია დედაქალაქში მუშაობის გაგრძელება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი მოთხოვნა ისე რომ ვთქვათ არის, რომ არათუ ხარისხიანი ჯანდაცვის სფერო უნდა არსებობდეს ქვეყანაში, არამედ ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქვეყნის მოსახლეობისთვის. აქ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა რეზიდენტების შემთხვევაშიც, რომ პერიფერიაზე არ მიდიან, არა მარტო რეზიდენტები, ექიმების პრობლემა ძალიან დიდია პერიფერიაზე, ანუ რეგიონებში, ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, საქართველოში, თბილისში, კონკრეტულად დედაქალაქში თავმოყრილია მოსახლეობის 30%. აღარ მე გეუბნებით ბოლო მონაცემებს, სტატისტიკურ მონაცემებს და 30%-ს ემსახურება ჩვენი ექიმი, 15,000 ექიმი. ხოლო პერიფერიაზე ცხოვრობს მოსახლეობის 70% და ემსახურება 8,000 ექიმი. ანუ დაახლოებით 2-ჯერ მეტ მოსახლეობას ემსახურება 2-ჯერ ნაკლები ექიმი. მეორე ეს არის ზოგადად მედიდების პრობლემაც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და აქაც პერიფერიაზე ძალიან დაბალი რაოდენობით ყავს. შესაბამისად, მე როგორც ექიმი რომ წავიდე პერიფერიაზე, მე მინდა მყავდეს ჩემი სტაფი, ესე რომ ვთქვათ, ვისთანაც ვიმუშავებ. თუ ეგთან არ მეყოლება, რა თქმა უნდა, მე ექიმი ვერ ვიმუშავებ. შესაბამისად, ეს პრობლემაც იჩენს თავს, რომ თანაბარდობა გვაქვს ძალიან დაბალი, დაახლოებით 1/1 არის, რაც ევროპის სტატისტიკას 60-ჯერ ჩამორჩება. დიდი მადლობა. ამ თემაზე გვესაუბრეთ და იმეც ვქონდეთ თქვენი მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული და მათ მოყვება მყისიერი და ლოგიკური და საჭირო რეაგირება. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.